კრიტიკული გამონათქვამები, ივანიშვილის პარტიისთვის მიუღებელი ფრაზები და უკვე Facebook პოსტებიც კი დასჯადი ხდება. ტელევიზიების წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების პარალელურად ოცნება ოპონენტების გასაჩუმებლად ბრძოლას Facebook და ონლაინ პლატფორმებზე გამოთქმული აზრის გამოც იწყებს. განცხადება დღეს ეგრეთ წოდებულ პარლამენტში გაკეთდა, სადაც თქვეს, რომ ოლიგარქის გარემოცვა კრიტიკით თურმე შეწუხდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივრითაც მიმართა. სალომე ლაბაძე გვიერთდება ახლა ამ თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. თამარ, როგორც აღმოჩნდა, ახლა უკვე Facebook პოსტების გამოც მოქალაქეების დასჯას ქართული ოცნების ის წარმომადგენლებიც მიესალმებიან, რომელთა გამოც საქართველოს არაერთი მოქალაქე უკვე იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში. ასეთია მაგალითად მარიამ ლაშხი, რომელმაც დღეს მხოლოდ იმით დაგვამშვიდა, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც მონაწილეობდნენ მასთან დაკავშირებულ ინციდენტში და იმყოფებიან საპატიმრო დაწესებულებაში, ციხეში ცუდ პირობებში არ არიან მისი განცხადებით. და ასეთი ასევე დავით მათიკაშვილის, რომელსაც გაგახსენებთ, რომ 2 ივნისს როგორც თავადვე აღნიშნავს მოქალაქემ ქუჩაში ქართული ოცნების მიმართ შეურაცხყოფელი სიმღერა უმღერა, რის გამოც ახლა ამ მოქალაქეს საუბარი ლექსო სამხარაძეზეა, ემუქრება ან ჯარიმა, ან ადმინისტრაციული პატიმრობა. მათიკაშვილი კი განმარტავს, რომ მხოლოდ ქუჩა არ არის საჯარო სივრცე, რომ ინტერნეტიც საჯარო სივრცეა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ინტერნეტშიც წაიკითხავს მაგალითად ქართული ოცნება ამ სიმღერიდან რაიმე ციტატას, ასეთ შემთხვევაშიც შესაბამისი Facebook პოსტის ან კომენტარის ავტორი შესაძლოა აღმოჩნდეს საჩივარში, რომელიც ოცნებამ უკვე მოამზადა და რომელიც უკვე გადასცა კიდეც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, რომ ყველა შესაბამისი Facebook პოსტისა და კომენტარის ავტორი დაისაჯოს. ამას ქართული ოცნება აკეთებს იმ მუხლზე დაყრდნობით, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდაღუპულთა კოდექსში თავადვე შეიტანა ჯერ კიდევ თებერვალში და რომელიც ითვალისწინებს თანამდებობის პირების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მათ დასჯას ადმინისტრაციული წესით, საუბარია ან ჯარიმაზე 1500-დან 4000 ლარამდე, ან ადმინისტრაციულ პატიმრობაზე 45 დღემდე. მოქალაქეები არიან ციხეში თქვენი საჩივრის გამო და სწორი იქნება რომ ფეისბუქს ნახეთ. ხოდა ერთი პასუხობ ჩემი როგორც კანონმდებლის მოქალაქის დედის ფუნქციებში რაც შედიიყო, ეს იყო გასაჩივრება. დანარჩენი არის სამართალდამღები, რომელიც კვალიფიკაციას აძლევს დანაშაულს და შესაბამისი განაჩენი. Facebook პოსტში რომ ვინმე მონა დაწეროს, მათ შორის თქვენი მისამართით, ამის გამო პატიმრობა სწორი იქნება, ქალბატონო მარია? მოძალადეებს ამართლებთ და სირცხვივი. საჯარო სივრცეში ადამიანის შეურაცხყოფის მიყენება ეს არ უნდა იყოს წესი და არ უნდა იყოს კანონი და დაკანონებული მოცემულობა. შესაბამისად რეაგირება და რეაქცია ამაზე არის აუცილებელი. საკანონმდებლო ცვლილება სწორედ ამიტომ კეთილი ინებონ და ძილობის ფარგლებში მოექცენ ის ადამიანები პროტესტის გამოხატვა ვისაც სურს. რა ტექსტი მოყვება მე მოლაულას ისიც ყურადღება მიაქციენ და გაიგეთ რა. არ არის ეს სიმღერის ნაწილი. ფეხბურთის მოედანზე მაგას არავინ არ მღერის. ეს არის დაფინანსებული რადიკალიზმი, რომელიც უნდა შეწყდეს სიძულვილისგან და რომელიც თქვენი ტელევიზიიდანაც ხდება ამის პროპაგანდირება. დედის კულტი გვაქვს და ყველაფერი დედასთან ასოცირებული არის ჩვენთვის წმინდათა წმინდა. ერთი ადამიანი მეორე ადამიანს დედას რომ შეაგინებს, ეს არის თუ არა შეურაცხყოფა. და აქვს მნიშვნელობა ამას თვალებში ჩახედავს, ისე შეაგინებს, თუ საჯაროდ მაგალითად ტელევიზიით გამოვა და იქ აიმყრალებს პირს, ან ადგება და პოსტ დაწერს, თუნდაც და საჯაროდ ყველას დასანახად, ყველას გასაგონად, ისე რომ ამ ადამიანთან მისვლის შესაძლებლობაც და მისვლის სურვილიც არ აქვს, ასე აგინებს. რა თქმა უნდა, დედის გინება ნებისმიერი ფორმით ყველასთვის არის შეურაცხყოფელი და ადამიანმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა, როდესაც სხვა ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებს, მას მიმართ კანონით გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ზომები. სპეციალისტები კი ამ საჩივარს და იმ კანონსაც, რომელსაც ეს საჩივარი დააყრდნო ქართულმა ოცნებამ, აფასებენ როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. ამის მთავარ არგუმენტად კი აცხადებენ იმას, რომ კანონი არ განმარტავს, რას ნიშნავს შეურაცხყოფა. ის კი მათივე განცხადებით ქართულ ოცნებას აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ამ სიტყვაში იგულისხმოს ნებისმიერი კრიტიკა, რომელსაც ივანიშვილის პარტია მიუღებლად ან მისთვის მტკივნეულად, ან მისთვის დამაზიანებლად მიიჩნევს და სწორედ ამ კრიტიკის გამოხატვის გამო მოქალაქეებზე შესაბამისი სასჯელი გაავრცელოს. ხოლო ის, რომ ახლა ამ კანონის მოქმედება ქართული ოცნების ამ საჩივრის შესაბამისად გავრცელდება უკვე სოციალურ ქსელში გამოხატულ კრიტიკაზეც, ეს განსაკუთრებით მძიმეა სპეციალისტების შეფასებით, რადგან მათივე განცხადებით ოცნების რეპრესიული პოლიტიკის პირობებში პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ სოციალური ქსელი რჩებოდა ერთადერთ სივრცედ, სადაც მოქალაქეებს ჯერ კიდევ შეეძლოთ თავიანთი აზრის თავისუფლად გამოხატვა. ქართული ოცნების მიერ მიღებული ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდაღუპულთა კოდექსში
რა თქმა უნდა თავის დროზე ვეგულისხმობდა იმას, რომ მათ შეეძლოთ სოციალური ქსელიც ეკონტროლებინათ, უბრალოდ ამაზე თავდაპირველად არ მახვილდებოდა იმდენი ყურადღება, თუმცა ეს ცვლილებები თავიდანვე შეიცავდა ამ შინაარსს და თავიდანვე ცხადი იყო, რომ ამისთვის იქნებოდა საბოლოო ჯამში გამოყენებული. ქართული ოცნების წარმომადგენლების კრიტიკისთვის, რომელსაც ისინი შეურაცხყოფად მიიჩნევენ, შესაძლებელია ნებისმიერი ფორმით, ეს სოцქსელში მოხდება თუ სადაც არ უნდა მოხდეს, შესაძლოა აი ასეთი დევნა განახორციელონ. მიღებული კანონპროექტების საფუძველზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცოტა ხანში ქვეყანაში თავისუფალი აზრის დაფიქსირებაც კი შეიძლება დასჭადი გახდეს. როდესაც ჩვენს მოქალაქეებს, პოლიტიკურად აქტიურად განწყობილ ადამიანებს, აქტივისტებს პირად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო დევნი ხელისუფლება, ნათელია თუ რა არის შენი სამომავლო ზრახვები. თავისუფლება ჩვენთვის არ არის მხოლოდ სიტყვა, ეს არის ჩვენი უფლება ვიფიქროთ, უფლება გამოვხატოთ ჩვენი ფიქრები და ჩვენ ამ უფლების არ გვეშინია. ძალიან მალე მოუწევთ ამ კანონების გაწევა, იმიტომ არავინ არ აპირებს ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრებას სოციალურ ქსელში გაკეთებული Facebook პოსტის გამო, თუნდაც მათ შორის ხო რაღაცა სასჯელის მოხდას, იმიტომ რომ ყველას აქვს სიტყვის თავისუფლება ამ ქვეყანაში და აქვს ამის გამოხატვის თავისუფლება მათ შორის და ამას უკვე ზღუდავს ქართული ოცნება და ესრულებით მოსალოდნელი იყო ხედავთ მათ შორის ტელეკომპანია ფორმულასთან მიმართებით საჩივარს ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ. თუ არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან ჩვენ ეს კითხვა რამდენიმე წუთის წინ დავუსვით ლევან იოსელიანსაც, ანუ სახალხო დამცველს, რომელიც პარლამენტის შენობაში დღეს ანგარიშს წარადგენდა. იოსელიანი კი გვეუბნება, რომ წინასწარი შეფასებისგან თავს შეიკავებს, მათ შორის ის შეფასებას არ გვთავაზობს, აქვე აღნიშნოთ იმ ცვლილებაზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ მაუწყებლობის შესახებ კანონში შეიტანა და რომელთა გამოყენებასაც უკვე შეუდგა და რაც არაერთი ორგანიზაციის მიერ ფასდება სწორედ კრიტიკული ტელეარხების ცენზურის მცდელობა. თუმცა აქ უნდა აღნიშნოთ, რომ სწორედ იოსელიანის მითითებით, იოსელიანის სურვილით, მაშინ როცა ქართულმა ოცნებამ კანონში შეიტანა შესაბამისი ცვლილებები, ანუ თებერვალში, მან მიმართა ეუთო ოდირს და მოითხოვა ამ საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება. ეუთო ოდირის დასკვნაში კი ვკითხულობთ, რომ სწორედ იმის გამო, რომ სიტყვა შეურაცხყოფა არის ბუნდოვანი შინაარსის, ქართული ოცნების მიერ მომზადებული ეს კანონი შესაძლოა ჩაითვალოს სწორედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად. ეუთო ოდირმა ამ საკანონმდებლო ცვლილებაში, რომლის მოქმედებასაც ოცნება ახალ სოციალურ ქსელებზეც ავრცელებს, სწორედ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე დაინახა.